მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მე რასაც დაახლოებით ერთი კვირის წინ ვამბობდი, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დასაწყისი ეს უბრალოდ დროის ფაქტორია, ამაზე მეზღაპრე, შეთქმულების თეორიის მიმდევარი და სხვა ძალიან ბევრი ცუდი კლიშე დამადეს თავზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გუშინ დილით ისრაელმა დაიწყო ოპერაცია კოდური სახელით ლომის ღრიალი, რომელიც ითვალისწინებს ირანში არსებული სამხედრო, პოლიტიკური თუ სამთავრობო ნებისმიერი ზონის სრულ ესკალაციასა და განადგურებას. რაზედაც საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ომი ოფიციალურად გამოუცხადა ირანს. მეგობრებო, გუშინა დღეს და შეიძლება ეს ვიდეო როდესაც დაიდება, მოხდება ძალიან ბევრი სიახლე, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ყველაზე ფართო მასშტაბიან ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში, ალბათ ბოლო 25 წელიწადში. სადაც ჩართულები არიან, რომელსაც ახლა მე თქვენ ჩემგან ხელმარჯვნივ განახებთ, ახლო აღმოსავლეთის თითქმის ყველა ქვეყანა. ირანმა საპასუხო დარტყმებით უპასუხა ერახს, კუვეითს, ბაჰრეინს, ყატარს, აბუ-დაბის, ემირატებს და დუბაის. აქამდე თუ წარმოუდგენელი იყო ისეთი რამის ხილვა, რომ შეერთებული შტატების ამ ომში ჩაბმა, რომელიც მე პირადად თავიდან ბოლომდე აბსურდული მგონია, რადგანაც სად ამერიკა და სად ირანი, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატებს თავიდან ბოლომდე ფლობენ ისრაელიანები, გასაკვირი არ არის იმაში, რომ შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული ქმედებები, რაც იმას ნიშნავს, რომ იმაზე რა ქვია, ხმელთაშუა ზღვაში უკვე გადაისროლეს 3 ბირთვული ავიამზიდი და პრაქტიკულად ისრაელის გარშემო არის ისეთი საჰაერო თავდასხმა მოწყობილი, რომ ძალიან რთულია იქ განხორციელდეს ისეთი სახის შეტევა, რომელიც ზიანს მიაყენებს ისრაელის სახელმწიფოს. მეგობრებო, მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, უკიდურესად კრიტიკული, რადგანაც შევნახეთ პირველად ალბათ კაცობრიობის ისტორიაში, დუბაის ისტორია ისედაც ძალიან პატარაა, მაგრამ გუშინ კადრებს თქვენ ნახავდით, ალბათ დღეს ეს ვიდეო როდესაც დაიდება, რომ ემირატებში, სადაც არის განლაგებული ამერიკული ბაზები, ირანმა მიიტანა დრონებითა და სხვადასხვა სახის რაკეტებით შეტევა. ჩვენ ვნახეთ ურბანულ ზონებში ჩამოვარდნილი რაკეტის ნამსხვრევები, რომელიც ანტისაჰაერო სისტემამ განეიტრალა, მაგრამ იყო რამოდენიმე მსხვერპლი, როგორც მე ვიცი, აბუ-დაბიში და ასე დუბაიში ჯერჯერობით მსხვერპლი არ დასტურდება, მაგრამ სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა შეტევა. ასევე დაიბომბა კატარის ამერიკული ალ-ელ-ქაიდას სამხედრო ბაზა, სადაც ამერიკული დრონია ამჟამად ამ წუთის ინფორმაციით განადგურებული. ბაჰრეინზე არის მასობრივი შეტევა ასევე ამერიკულ ბაზებზე, ასევე ტანკერია უფეთქეს საუდის არაბეთში განლაგებულ ისა რა ქვია ნატო საბადოებს უზარმაზარი ცეცხლი იყო, ეხლა მაგ ვიდეოების შენება არ შემილია, იმიტომ რომ ზოგადად აკრძალულია, ამიტომ თავ შევიკავებ ეგეთი რამეები, შეგიძლიათ X-ზე, სადაც ყოველდღიურად შეგიძლიათ ასევე გროგს კითხოთ, ყოველწამიერად ინფორმაცია ახლდება. ეხლა რასთან გვაქვს ჩვენ მეგობრებო საქმე. სანამ ეხლა ჩვენ ამ კონფლიქტში და მე აქვე გაგაფრთხილებთ, ეს ვიდეო მონტაჟის გარეშე იქნება, ეს არ იქნება კლასიკური სხვა ვიდეო, როგორცაც მე ვდებდი, პირდაპირ cut-out-ით იქნება, ჩვეულებრივად uncut ვერსია, უბრალოდ არაფერი მექნება ამოჭრილი თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ მე ყოველდღიურად შევეცდები, რომ თქვენ დაგიაპდეითოთ ინფორმაცია, რამე სიახლე ახლო აღმოსავლეთში რაც იქნება, მე პრაქტიკულად ყოველდღიურად ვიქნები თქვენთან ჩართული და გაგაცნობთ აბსოლუტურად ყველა სიახლეს. ამჟამინდელი მონაცემები და ამ წუთის ინფორმაციით ისრაელის მიმართულებით გაგზავნილი ყველა რაკეტა თითქმის არის ჰაერშივე ლოკალიზებული და განადგურებული. გარდა იმისა, რომ ისრაელის საჰაერო სისტემა მუშაობს კარგად, ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკული ბირთვული ავიამზიდები, რომელიც კბილებამდე არიან შეიარაღებულები, იცავენ ისრაელის სახელმწიფოს უმაღლეს დონეზე, რაზედაც ჯერჯერობით ისრაელის მიმართულებით არაფერი ფიქსირდება, მაგრამ თუ მაგალითად ამერიკელები მოკლავენ აიათოლა რუკალა ხომეინს, ამ შემთხვევაში მე ჩემი აზრი გამაჩნია, რომ ამ ესკალაციას ექნება აპოკალიპტური შინაარსი. ოღონდ აქ მე განვიხილავ კონკრეტულად ერთ ხარეს, იმიტომ რომ მე ეჭება ირანმა ამერიკას რაიმე ზიანი მიაყენოს, აქ იქნება განადგურებული ძირითადად ის ადგილები, გულისხმობ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს, ასევე ძალიან იზარალებს ისრაელის სახელმწიფო, რადგანაც ამერიკის პირდაპირ მოკავშირე ამ რეგიონში და კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი ესკალატორი, რომ პირველი შეტევა ისრაელმა მიიტანა გამთენისას 6-ის ნახევარზე, როდესაც ოპერაცია კოდურის სახელით ლომის ღრიალი დაიწყო, რაც არის გაგრძელება შარშან არსებული ოპერაცია ასევე კოდურის სახით ლომის აღზევება. და ამერიკამ ამ ყველაფერს უწოდა დიდი შურიზიება და პრაქტიკულად დონალდ ტრამპის განცხადება იყო, რომ მათი მიზანი არ არის უკვე რაღაც კომპრომისებზე წასვლა, აქ ყველაფერი ემსახურება იმას, რომ აიათოლა ალი რუკალა ხომეინის რეჟიმი უნდა დაემხოს, ანუ ისლამური გუშაკთა კორპუსი უნდა დაემხოს
და მათი თქმით, ანუ მათი ამჟამინდელი განცხადებებით, ირანში დემოკრატია უნდა დაბრუნდეს. მეგობრებო, ეხლა მე მინდა მეორე კადრი განახოთ. აი ეს არის ძალიან საინტერესო კადრი. ამ მომენტისთვის თითქმის ყველა საერთაშორისო ფრენა რეგიონში საქართველოს საჰაერო ზონით ანუ ამ ზონის გავლით ხორციელდება. ეხლა მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომელიც აი ამ კადრებს ხედავენ, ეხლა, არ ვიცი, ეხლა ჩემს უკან ტელევიზორი ჩართული აქვს 24/7-ზე ვარ ამ ინფორმაციაში ჩართული. იმ წუთას, როდესაც ახლო აღმოსავლეთში არ არსებობს არც ერთი მშვიდობიანი ადგილი, სადაც ადამიანმა თავი შეიძლება შეაფარო. და შენ ამ დროს საქართველოს საჰაერო სივრცეში გაქვს სრული მშვიდობა. და საერთაშორისო ფრენების უდიდესი ნაწილი ჩვენი მარშრუტით, საჰაერო მარშრუტით ხორციელდება და კიდე ის ადამიანები, რომ ამჟამინდელ ბრჭყალებში ქოცურ მშვიდობას აგინებენ, აი მე მაგ ადამიანებს უსურვებ ირანულ დრონს, აი ცეცხლ მოკიდებულს, რომელიც პირდაპირ ერთ ადგილას ხვდებათ. მაგ ადამიანებს სიკეთეს უბრალოდ ვერ დაანახებ. დღეს, როდესაც არათუ ახლო აღმოსავლეთში უკვე სოფლიოში აღარ არსებობს, იმიტომ რომ ბრიტანეთმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შედის ისრაელ-ამერიკის კოალიციაში და დაიწყო სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად და პრაქტიკულად მე მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ყველაზე ფართო მასშტაბიანი ესკალაცია, რაც ბოლო 25-30 წელიწადში ყოფილა. ალბათ ბოლო შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო ერაყის მასშტაბები, რაც მაშინ ხდებოდა. ვერ შეედრება ამჟამინდელი მონაცემებით, თუნდაც იმ 12 დღიან ომს ისრაელ-ირანს შორის. მეგობრებო, მდგომარეობა არის უკიდურესად კრიტიკული. აი ხა ჩემს უკან თქვენ ხედავთ არის გადმოცემული სიახლეები, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მოედინება ახლო აღმოსავლეთიდან. ანუ პრაქტიკულად შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ არ არსებობს არც ერთი თავისუფალი ადგილი. არ არსებობს არც ერთი ამერიკული ბაზა, რომელსაც მინიმუმ ერთი რაკეტა არ მოხვედრია. მათ შორის ძალიან ცნობილი იყო ის ფაქტი, კუვეიტში განხორციელებული მასიური შეტევა, ანუ ყველაზე დიდი ზიანი მიადგათ ემირატებს და კუვეიტს, ნუ მე ხა ემირატები უფრო მეტად მადარდებს, იმიტომ რომ დუბაიშია დედაჩემიც და ბუნებრივია, ნუ უფრო გაგიჟებას ვარ, იმიტომ რომ ანუ ემირატები იყო ერთადერთი ადგილი, რომელიც არასდროს სამხედრო კონფლიქტში ჩართული არ იყო და მოულოდნელად გავიხედე კადრებს, ხედავ როგორ იბომბება ურბანული ზონები. ბურჯ ხალიფას ტერიტორიაზე შეიხ საიდ როუდი, ცნობილი ქუჩა, მაგ ტერიტორიაზე როგორ ვარდება დრონები, რო არ არსებობს ანტისაჰაერო ისეთი სახის მექანიზმები, ანუ არ აქვს იმის და მიუხედავად რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზები იცავენ მან, რომ ეს ჯაჰიდის დრონები ჩამოაგდოს. ამ დრომდე საერთაშორისო, ანუ ახლო აღმოსავლეთის მიღმა, ერთადერთი უბრალოდ იყო მაკრონი გამოსული, რომელსაც თქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო სასწრაფოდანიც მოსაწვევი. სხვათა შორის ზუსტად 24 საათის წინ მელანია ტრამპა, დონალდ ტრამპის მეუღლემ განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების ხდომას ის უხელმძღვანელებს. ფრანგებმა გამოიჩინეს ამაზე ინიციატივა, რომ დროა საუბარი დავიწყოთ და რაღაც კონსტრუქციულ დიალოგად მაინც ვაქციოთ, იმიტომ რომ ესკალაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. ამას დამატებული პლუს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამე, რომ თურქეთი გამოვიდა და როგორც ისრაელის ქმედებები დაგმო ირანში, ასევე ირანის მიერ განხორციელებული მის მეგობარ სუნიტურ სახელმწიფოებზე განხორციელებული ღია ფართომასშტაბიანი აგრესია. მათ შორის საუდის არაბეთის პრინცმა განაცხადა ესეთი რაღაც, რომ და ჩემთვისაც გაუგებარია, თუ სიმართლე გაინტერესებს, ახლა შენ წარმოიდგინე, გბომბავს ისრაელი, გბომბავს შეერთებული შტატები. მესმის, რომ შეერთებული შტატებს აქვს ბაზები ირანის გარშემო თავიდან ბოლომდე დისლოცირებული. ანუ დუბაი რა შუაშია რომ ბომბავ. აი დუბაი, რომელიც არის ყველაზე ოაზისი ერთადერთი ახლო აღმოსავლეთის, რომელიც არც ერთ კონფლიქტში მონაწილეობს, რომელიც არაფერ შუაში არ არის თავიდან ბოლომდე, საერთოდ რაც ხდება და შენ ამ დროს გამიზნულად ესწრი არაბთა გაერთიანებულ ემირატებს. მსხვერპლი არის ერთი ამ წუთის მონაცემებით, როდესაც აბუ-დაბში დაიღუპა ერთი ადგილობრივი და მგონი მეორე იყო პაკისტანელი, ეს კადრებიც ვნახეთ, X-ზე შეგიძლიათ ნახოთ. და ამის პარალელურად, როდესაც პასუხი გასაცემი გაქვს თელ-ავივზე, ბომბავ ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ისეთ ქვეყნებს და ისეთ ბაზებს, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში არ არიან. და მით უმეტეს ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მთავარი დამრტყმელი ძალა არის ისრაელი და მთავარი დამრტყმელი ძალა არის ბირთვული ავიამზიდები, რომლებიც ახლა ცურავენ სპარსეთის იმაში, რა ქვია, ხმელთაშუა ზღვაში და ისრაელის სანაპიროზე. ან უბრალოდ არანაირი პოინტი მე აქ არ მესმის, თუ რატო გახდა პოტენციური სამიზნე, მაგალითად დუბაი ირანის მხრიდან. ასევე არ შემიძლია ის ფაქტი არ გამომოჩეს, იმიტომ რომ ქართული მედია ამაზე არაფერს წერს, ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშს დაახლოებით მსხვერპლა 52-ზე მეტი სკოლის მოსწავლე. ეს მოხდა თეირანში.
როდესაც დაბომბეს სკოლა. ანუ ამას არც ერთი მედია არ ამბობს, არ ვიცი რატო არ ამბობს, როგორც არ ვიტყვი ობიექტურობა თავიდან ბოლომდე დაკარგული აქვს და ჩვენ მეინსტრიმ მედია ისედაც არ გვადარდებს, უნდა ითქოს ორივე მხარე ბუნებრივია და ორივე მხარე იმსახურებს ამ შემთხვევაში კრიტიკას. მთავარი, ესე ვთქვათ, პროვოკაცია, ანუ მთავარი ახსნა, ალიბი, რაც ისრაელმა ამ წუთას შეერთებულ შტატებთან ერთად დაწყებულ ოპერაციაში გამოთქვა, არის ის, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე არ არსებობს ისეთი სახის კომპრომისი, რომელიც მიზნად ისახავს დენუკლეარიზაციას ირანული ბირთვული იარაღის და ზოგადად ბირთვული ქობინების. რაზედაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიცა გარკვეულ დაახლოებით 10 დღე იმისათვის, რომ ირანს რაღაც კონსენსუსი მაინც მიეღწია, საბოლოოდ ირანმა უარი თქვა ამ ყველაფერზე და ესკალაცია იყო უბრალოდ დროის საკითხი. ეხლა მე საერთოდ არ ველოდი ამ ყველაფერს ესე მალე, იმის და მიხედავთ ერთი კვირის წინ ვიდეო ჩავწერე, რომ ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა მძიმდება დღითი დღე, იმიტომ რომ ირანი უკან არიხებს, ისრაელი უკან არიხებს, შეერთებული შტატები ღია მუქარებს გზავნის, ასევე საკონსულოები და ისინი, რა ქვია, სალჩოები გადასცემენ მუდმივად საკუთარ მოქალაქეებს, რომ დატოვონ ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნები, ბუნებრივია ეს ბევრ კითხვას სვავდა, მაგრამ ამ დონეზე მე არ მეგონა, იმიტომ რომ თუ ჩვენ განვიხილავთ იმ ფაქტს, რომ ამერიკა მართლა მოახდინა დღეს ძალიან ბევრი ფეიკი იწერებოდა, აიათოლა ალი რუკოლა ხომეინი არის ლიკვიდირებული, ირანის თავდაცვის მინისტრი არის ლიკვიდირებული და მე აღმოჩნდა, რომ ისინი ბუნკერში არიან. არ ვიცი ეს სპეციალურად იგზავნება ეს ფეიქ ინფორმაცია იმისათვის, რომ შიში დათესონ ადგილობრივ ხალხში ან თვითონ სახელმწიფოში, თუ იმიტომ რომ მე არ მესმის საერთოდ, იმიტომ რომ მედია რაცაც კი ჭორს გაიგებს, ყველაფერს ასახებს, რომ ეს არის სიმართლე. და ძალიან ბევრი ფეიკი ვრცელდება ამასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ირანი არის საკმაოდ ძლიერი. ირანს თუ მოუკლეს სულიერი ლიდერი, დამიჯერეთ, ჩათრევა შეყოლება ჯობია და ეს აპოკალიფსის ნაბიჯი, რაც ის იქნება, რომ დასაკარგი აღარაფერი აღარ ეხნება უკვე ირანის ისლამურ გუშაკთა კორპუსს და იძულებული იქნება მაქსიმალური ძალისხმევით. ეს იქნება სუპერსონიკი თუ ჰაიპერსონიკის ტიპის რაკეტები თუ რავი, ბირთვული იარაღი თუ რა ჯანდაბაც იქნება, ის აუცილებლად გაგზავნის მის მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებში, მთავარი სამიზნე რა თქმა უნდა არის თელ-ავივი, მთავარი სამიზნე არის შეერთებული შტატების ბირთვული ავიამზიდები და ასევე მის სამხედრო ბაზები მთელს ახლო აღმოსავლეთში და მთელს ამ რეგიონში. ჩემი ამჟამინდელი შეფასებით ეს ომი ჯერ არ მორჩება, ეს არის ტყუილი, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სპეცოპერაცია, მაგრამ მე განვიხილავ ყველანაირი სახის кейს. ერთ кейსში მთავარი რაც არის, რომ თუ მოახერხებენ მაგათად ლიკვიდაციას ირანის სულიერი ლიდერის, ეს უფრო გაამწოვებს სიტუაციას, იმიტომ რომ რეზა ფეხლავის, ანუ ამჟამინდელი ემიგრირებული ირანის შაჰის შვილიშვილის მთავარი ეს ინფორმაციები და მთავარი ეს მონიტორინგი და ეს პროპაგანდა, რომ აი ირანელო ხალხო ქუჩაში გამოდით, თქვენ თავისუფლება დაიწყო, რეალურად ჩვენ წინა დაახლოებით 2 თვის წინ განვითარებულ ამ საპროტესტო აქციების ფონზე რაც ქუჩაში ხდებოდა, დაგვანახა რომ რეჟიმი შიგნიდან არ ჩამოიქცა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისლამურ რეჟიმს აქვს სრული მხარდაჭერა ირანში. ამას მედია არ ამბობს ამ ყველაფერს. მე არ ვამბობ ეს სწორია, არასწორია, ეს ჩემი საქმე არ არის. იმიტომ რომ ირანი მე არ მეხება, მე არც ირანელი ვარ და არც ისრაელიანი. მე ვამბობ იმას, რომ რახან ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი კოლექტიურად შენ ბომბავენ, ანუ შენ რეალურად ანგარიშს გასაწევი ძალა ხარ. და დამისახელეთ ბოლო ქვეყანა უკანასკნელი ბაზა, ან უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც დაბომბა მაგალითად რომელიმე ქვეყანა და ამერიკა აღმოჩნდა ასეთ უმცირესობაში. რა საუბარი მაქვს ყატარში განხორციელებულ ამერიკის სამხედრო ბაზაზე, რომელიც პირისაგან ქვის საღან აღარაფერია დარჩენილი და პლუს დამატებული მის სარადარო სისტემაზე. ანუ მეგობრებო, მდგომარეობა მძიმეა და ეს ქუჩაში გამოსვლები და რომელი მხარის აქ ამორჩევა, დამიჯერეთ, ჩვენ გვაყენებს ისევ ზიანს. ამიტომ ჩემთვის ყველაზე რეალური რაც ის არის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ აქ ნეიტრალიტეტი. საქართველოს სახელმწიფო რაზედაც ამ წუთას უნდა ზრუნავდეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები ისრაელში და ირანში. თანაბრად. იმიტომ რომ ჩვენ ორივე სახელმწიფოსთან ურთიერთობა გვაქვს. ბოდიშით, მაგრამ ირანის რა რეჟიმიც არ უნდა იყოს, შენ გინდა არ გინდა გიწევს მასთან ურთიერთობა. ამიტომ ჩვენთვის ყველაზე ღირსეული და სწორი ნაბიჯი ის იქნება, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ჩვენ საზღვრებს გარეთ. განსაკუთრებით კონფლიქტის ზონებში და ასევე პოტენციურ სამხედრო სამიზნეებში, რომელიც მიზნად ირანს ყავს კონკრეტულად ამოღებული. და ირანმა ნამდვილად დაიმსახურა კრიტიკა იმაზე, რომ ის თავს ესხმის ისეთ ქვეყნებს, რომელიც მართლა არაფერ შუაში არ არიან. წამოგი ისრაელმა შენ დაგბომბა, დუბაი რა შუაშია რა შენ მას ბომბავ. აი რა შუაშია დუბაი. ყველაზე მეჯერ ვარ მაგ ქვეყანაში ნაყოფი დედაჩემი მანდ არის და ძალიან ბევრი რამე მაკავშირებს მაგ ქვეყანასთან, საუბარი მაქვს არაბთა გაერთიანებულ ემირატებზე.
და როგორ ვარდება აქამდე არ წარმომედგინა როგორ შეიძლება ბომბები ცვივა დუბაის თავზე ურბანულ ზონებში სასტუმროზე მესმის რომ ზოგი არის მაგალითად სუპერსონიკის რაკეტები რომელიც არის ჰაერშივე აფეთქებული მაგრამ ისინი ამსხრევები ასევე ლეტალურია და ძალიან მძიმე აფეთქების მოტანა შეუულია და ამ ყველაფერს დამატებული მაგალითად ბურჯ ხალიფას გარშემო ანუ შეიხ საიდ როძე აფეთქებული შაჰიდის დრონები რადგან დრონების ჩამოგდების ტექნიკა დუბაის არ გააჩნია და ზოგადად ძალიან რთულია დრონების ჰაერში მოხსნა თუ მყარი ლოჯისტიკა უკვე არ გიყენია, მაგრამ ტიპები Rolls-Royce-ში, Bentley, Continental-ში და Ferrari-ში ზიან ახლა, ვის წარმოუდგენია ახლა, თუ უკრაინელი ექსპორტები დაეხმარებიან ახლა იმ დრონების ჩამოყრაში. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ანუ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ეს არის ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანია, რაც დაწყებულა. ამჟამინდელი ინფორმაციიდან, ამ წუთას არსებული ინფორმაციით ჯერჯერობით მეტი არაფერი ხდება, მაგრამ მდგომარეობა წუთი-წუთზე და ყოველწამიერად იზრდება. მე ყველანაირად ვეცდები, რომ ვიდეოები იყოს თითქმის ყოველ დღე, რა სახის ინფორმაცია, რა სახის სიახლეები იქნება. სტატისტიკა იქნება ეს ორივე მხარის ობიექტური შეფასება თუ მსგავსი სამხედრო ანალიტიკა მაქსიმალურად შემოგთავაზებთ ყველაფერს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხალხო რომ მოეშვით მხარის არჩევას და რაღაც ირანის და თუ გინდა ნებისმიერი ქვეყნის დროშების ფრიალს ქუჩაში. ეს არ არის საერთაშორისო პოლიტიკაში გულწრფელი და ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯი, როდესაც ორი შენთვის თითქმის ყველაზე ერთი ისრაელი ტექნიკურად ყველაზე ახლოს, ანუ ჩვენთან სამოკავშირეო კუთხით და ირანი გეოპოლიტიკურად ყველაზე ახლოს. ჩვენ არ გვაწყობს არაფრის ფრიალი. ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ არავინ არ შეგვეკითხა არაფერს და ჩვენს ნუ ვერევით ნურავის საქმეებში. ამიტომ აქ დროშების ჰაერში ფრიალი და ამერიკა თავისუფლება მოაქვს სოფლიოსთვის და რაღაც სისულელები ზახილს. ჯობია ამ ქვეყანაზე ამ ქვეყანას კი რა პირველ რიგში ივანიშვილს გადაუხადოთ მადლობა, რომ იგივე აქ არ ხდება. და დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე არის ყველაზე თავისუფალი და ყველაზე მშვიდობიანი საერთოდ თელს რეგიონში, გინა შუა აზია, გინა ახლო აღმოსავლეთი და გინა აღმოსავლეთ ევროპა და ამაზე მადლობა გადავხადოთ ღმერთს, რომ აი ამ ქვეყანას არ ანახა ის ტკივილი. რა ტკივილსაც ახლა განიცდიან ისეთი ქვეყნებითა, რომელსაც ომით საერთოდ არ უნახია ცხოვრებაში. ამიტომ ცივი გონებით მოვეკიდოთ ამ ყველაფერს, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქსიმალურად ვიქნები ამ ყველაფერში ჩართული და ასევე თქვენი ვერსიები დაწერეთ დაბლა კომენტარებში და ასევე გეხვეწებით ნახეთ ერთი კვირის წინ ჩემი დადებული ვიდეო, როგორ ერთ-ერთში ვამბობ, რომ ომი დაიწყება და როგორ არ მიჯერებდნენ მაგ კომენტარებში და ზუსტად გუშინ დილის 6 საათზე ისრაელმა დაარტყა ირანს. ისე აგიხდეთ ღმერთმა წარმატებით ეს ჩემი სიტყვები, წარმატებით და ბედნიერებით, რა თქმა უნდა, და არაობების დაწყებით, რა თქმა უნდა, ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორ ჩემი სიტყვები ზუსტად ახდა, რასაც მე ერთი კვირის წინ ვამბობდი. ჩემი მოკლე პროგნოზი ის არის, რომ ეს ომი კარგ ხანს არ მორჩება. მაგრამ მდგომარეობა არის კრიტიკული, დაწერეთ თქვენი აზრი, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და მე ყოველდღიურად ჩართული ვიქნები ამ თემებში. მშვიდობა საქართველოს და მშვიდობა მსოფლიოს. დროებით.